ეთერშია ყოველკვირეული რუბრიკა ბენეფიტი. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ობიექტზე ენგურის კაშხალზე, რომელმაც ბოლო წლებში ახალი დატვირთვა შეიძინა და ინდუსტრიული ტურიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ ობიექტად იქცა. განვიხილავთ, როგორ გაჩნდა ენგური ატრაქციის შექმნის იდეა, რა გზა გაიარა პროექტმა და რა არის სამომავლო გეგმები. ასევე ვისაუბრებთ ინდუსტრიული ტურიზმის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე რეგიონის ეკონომიკურ და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. განვიხილავთ ასევე შესაძლებლობებსა და სერვისებს, რასაც ენგური ატრაქცია სტუმრებს თავაზობს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ენგური ატრაქციის დირექტორი ნიკოლო ზანთიძე. მადლობა ბატონო ნიკოლო სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ესეთი დიდი ინტერესისთვის. ბატონო ნიკოლო, ენგურ ჰესის კაშხალი აწლევლების განმავლობაში გახლდათ ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი და ენერგეტიკული სიმბოლო ჩვენი ქვეყნის, თუმცა დღეს უკვე ტურისტულ ობიექტად იქცა. როგორ გაჩნდა ეს იდეა და რამ განაპირობა მისი ტრანსფორმაცია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურიდან ტურისტულ ობიექტამდე? პირველ რიგში დიდი მადლობა ამ დიდი ინტერესისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია და ეს კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ჩვენ საქმიანობის პოპულარიზაციას. რაც შეეხება ენგურ ჰესის როგორც ტურისტულ ობიექტად გაჩენის იდეა გაჩნდა 2015 წელს. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც ასეთო პირველად მქონდა შეხება, ჩემი თვალით ვნახე თუ რა ნაგებობას წარმოადგენდა, ბევრი რამე მოვისმინე, წავიკითხე და მაშინ მივხვდით, რომ მსგავსი ობიექტი საქართველოში ჩვენ არ გვაქვს. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ მისთვის სტატუსის მიგვენიჭებინა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, მას აქვს ეროვნული კატეგორია, დავიწყეთ პროექტის მომზადება, რომელი პროექტიც გულისხმობდა ენგურ ჰესი როგორც მსოფლიო დონის ატრაქციად ქცევა. შემდგომ მოხდა პანდემია, როგორც ყველა სფეროში გარკვეული ჩამორჩენა იყო და 21 წლიდან რეალურად დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ იდეის განხორციელება, რომ ენგურ ჰესი მართლაც იყოს მსოფლიო დონის ატრაქცია, ანუ ტურისტულად მიმზიდველი ადგილი. აი ამ მომენტში ვართ დღეს. როდესაც პირველად გაჩნდა იდეა, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური ტურისტებისთვის გახსნილი იყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სკეპტიკოსთან მოგიწევდათ ამ ყოველფრის დამტკიცება და პროექტის წარმატებაზე საუბარი. რა სირთულეებს და გამოწვევებს გადააწყდით ამ მიმართულებით? სხვათა შორის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობა არ ყოფილა, უბრალოდ ახსნა გვიწევდა და ძალიან კარგად შეხვდა მაშინ ამ ყველაფერს ენერგეტიკის სამინისტრო იყო ცალკე და თვითონ ენგურ ჰესის ადმინისტრაცია. უბრალოდ ვსნიდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და მსოფლიოში ინდუსტრიულ ობიექტებზე ტურიზმი დღითიდღე მზარდია. შესაბამისად, მოვახერხეთ დარწმუნება და დარწმუნება არა იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, ეს რაღაც ხელშეუშლდა მათ საქმიანობას, არამედ ჩვენ ვხსნიდით, რომ ისეთი ტურიზმი უნდა განვახორციელოთ, რომ მათ საქმიანობა ფუნქციონირებდეს, მათ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს და ჩვენ მოვახერხოთ და საზოგადოებას გავაცნოთ, ვიზიტორებს გავაცნოთ და მსოფლიოს გავაცნოთ, რომ ეს ნაგებობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მსოფლიო სახელმძღვანელოებშია შესული როგორც უნიკალური გადაწყვეტილებით და მართლაც ქართული ინჟინერის გენია. შესაბამისად, აი ამის დამტკიცების პროცესში ადვილად წამოყვნენ და მოხდა ის, რაც მოხდა. ზოგადად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ინდუსტრიული ტურიზმი უფრო და უფრო პოპულარობით სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები სტუმრობენ ისეთ ადგილებს, როგორიც არის ქარხნები, ჰესები და ასე შემდეგ სხვა სტრატეგიული ობიექტები. თქვენი აზრით, რა არის ის ყველაზე მთავარი კონკურენტუნარიანი მახასიათებელი ენგურ ჰესისა, რომელიც მას გამოარჩევს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე? პირველი ის, რომ ასე ვთქვათ, თაღოვანი კაშხლები მსოფლიოში მრავლად არის და ამ ასე ვთქვათ, ტოპ 10-ულშია ჩვენი კაშხალიც, მაგრამ გამოარჩევს ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ მთელ რიგ სხვადასხვა აქტივობებს, ანუ არ არის მარტო უბრალოდ მოხვედი და ათვალე წახვედი. იქ არის მთელი რიგი სხვადასხვა სეგმენტი გაჩენილი, როგორიც არის საქართველოს მცირე ისტორიის გაცნობა, როგორიც არის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, კინოთეატრი, ეხლა ზიპლაინი იხსნება, სხვადასხვა აქტივობები სანაოსნო კეთდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზუსტად მრავალკომპონენტიანობა ჩვენი ატრაქციის იქნება ერთ-ერთი ის მთავარი არგუმენტი, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი, ასე ვთქვათ, ტურისტული ობიექტი, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც და უახლოეს სამეზობლოშიც კი.
რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათი ჩართულობა, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებაში. ასევე რომ გვესაუბროთ რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მას რეგიონისთვის. პირველი რაც არის, რომ აი ეგური ატრაქციის შექმნის დღიდანვე ჩვენ 20-მდე ადამიანი დავასაქმეთ ადგილზე. და ეს არ არის უბრალოდ დასაქმება, იმიტომ რომ აქ გარკვეული პროფესიული უნარჩვევები არის საჭირო. პირველი ის, რომ იცნობდე ამ ობიექტს, იცნობდე პროფესიულ დონეზე, როდესაც ხსნი მაქსიმალურად პროფესიულ დონეზე, იყო მომიჯნავე დარგებით, ასე თქვა, იქ კაფე გაიხსნა, იქ კიდე ერთი რესტორანი გაიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვამბობ, რომ ეხლა ზიპლაინი იხსნება, იქაც დაახლოებით 1-5 ადამიანი დასაქმდება. როდესაც ესეთი ობიექტები ჩდება, იმ ობიექტებს აუცილებლად ანახლავს ადგილობრივების კეთილდღეობა და ადგილობრივების, ასე ვთქვათ, დასაქმების პერსპექტივა. ამიტომ ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენ მიზანი არ არის რაღაცით დავკმაყოფილდეთ, რაღაც გავაკეთეთ და ამითი გავჩერდეთ. ზიპლაინის მერე ვფიქრობთ რაღაც გარკვეული სივრცეები შექმნათ ისევ შემეცნებით საინტერესო, როგორც საბავშვო, ასევე დიდებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დამატებით, ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილებს შექმნის და გარდა ამისა, უფრო საინტერესოს გახდის ატრაქციაზე სტუმრობა. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ახსენეთ სახელმწიფოს ჩართულობა. ასევე საინტერესოა კერძო სექტორი რამდენად ინტერესდება აღნიშნული პროექტით და რა ტენდენციებია ამ კუთხით. კი ბატონო. ასევე მნიშვნელობასაც რომ გავუსვათ ხაზს. პირველი, რასაც ძალიან ხაზგასმით ასე ვთქვათ, აღნიშნავ, ეს არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და თვითონ ენგურხესის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს რაიმე საკითხი წამოგვეყენებინა და ის საკითხი არ ყოფილიყო სწრაფად და ეფექტურად გადაჭრილი, ისედაც ძალიან დიდი მადლობა ამ უწყებებს. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შემდგომი თემები, რაც კერძო, ასე ვთქვათ, ინვესტორების შემოსვლა, მე ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, როდესაც ჩვენ ვიწყებდით და ჯერ ვიზიტორების რაოდენობა 3-4 კაცი შემოდიოდა. მაშინ ვფიქრობდით, რომ მოდით მაქსიმალურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიზიტორების რაოდენობა როგორც კი გაიზრდება, კერძო ინვესტიციის სურვილიც გაჩნდება და ზუსტად ესე 24 წლის მიწურულს, როდესაც გადავაჭარბეთ 150,000 ვიზიტორს, კერძო კომპანია მოვიდა და შემოგვთავაზა, რომ ჩემი სახსრებით გავაკეთებ ზიპლაინს, რაც იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ზიპლაინი საქართველოში და არის კიდევ უკვე გაკეთდა, მალე გავხსნით. აი ეს იყო მთავარი არსი იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა განსაზღვრავს შემდგომში ინვესტიციების და, ასე ვთქვათ, ინვესტორების რაოდენობასაც. ამიტომ ნებისმიერ ქმედებაში, რასაც ჩვენ ვერ ვერევით, ჩვენი ძალებით და ვცდილობთ, რომ გავზადოთ ვიზიტორების რაოდენობა, აუცილებლად ველოდებით უკან დაბრუნებას იმითი, რომ კერძო ინვესტორის შემოვა და ამის მარტივი მაგალითი გითხარით ზიპლაინი და ეხლა სანაოსნოს პროცესშიც კი კერძო ინვესტორია შემოსული სანაოსნოს მოწყობაზე. ასე რომ პროექტი ჩემი აზრით არის ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ კერძო სექტორი, სახელმწიფოს ჩართულობა და ვთქვათ განსაკუთრებულობა ჩვენი ქვეყნის რეალობაში მართლაც ჩანს თვალნათლივ. ზოგადად დღევანდელი ტენდენციები თანამედროვე ტურიზმში აღარ არის საკმარისი მხოლოდ ლამაზი ხედები, მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რა გამოცდილებასაც ესა თუ ის ატრაქციას თავაზობს სტუმრებს. უფრო ვრცლად რომ გვესაუბროთ იმ გამოცდილებებზე, რასაც თავაზობს სტუმრებს და ასევე როდის იხსნება სანაოსნო მიმართულებაც და შედის. პირველი ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აქვე ხას, ესე ვთქვათ, წინა კითხვიდან კიდევ დავამატებ, რომ საბავშვო პროგრამებზე გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი აქცენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოდიან სკოლები, დასავლეთ საქართველოს სკოლები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აი ამ და ეს ზუსტად მეორე კითხვას, აი ბოლო კითხვაზეც პასუხია, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივცეთ, არა მარტო ენგურხესის შესახებ, არამედ მაგალითად გვაქვს პეტროგლიფების გალერეა, რომელიც განსაკუთრებულია და ქართული, ასე ვთქვათ, ეს უნიკალური ძეგლები ერთ გალერეაში გვაქვს მოქცეული. გვაქვს თანამედროვე ხელოვნების გალერეა. ეხლა ვაკეთებთ 61-87 წლების საინფორმაციო სივრცე, სადაც როდესაც კაშხალი შენდებოდა და ენგურხესი შენდებოდა, სოფლიოში რა მოვლენები იყო, იმის ამსახველი იქნება. საბავშვო სივრცეს ვაკეთებთ. ამიტომ იქ პროფესიული მიდგომა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ენგურხესით მარტო ინჟინერიით არ უნდა შემოიფარგლებოდეს იქავრობა, რომ მოდიხარ და ამითი ვაკავებთ ადამიანებს 2, 3 და 4 საათი. ეს არის ძალიან
თავარი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომ არ ვართ ფოკუსირებული მხოლოდ ერთ რამეზე. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ტურისტული კომერციალიზაცია გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის როგორც მის აუთენტურობას, ისე სტრატეგიულ მნიშვნელობას? არა, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ იქ თითოეული დათვალიერება ჩვენი გიდების და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, თითოეული საკითხი როგორი მარშრუტია შედგენილი თუ ასე შემდეგ, ეს ენგურხესთან შეთანხმებული არის და მუდმივად თანამშრომლობის პროცესში ყველა ნიუანსი გათვლილია იმისთვის, რომ რაიმე საფრთხეები გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის, როგორც ასე ვთქვათ, ტურიზმის და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე თვითონ ობიექტის დაცულობის თვალსაზრისით. დიახ, მეც უნდა მეკითხა სწორედ მის უსაფრთხოებაზე, რადგან ალბათ ყველას გაუჩნდება კითხვა, რამდენად რთულია ზოგადად რა სირთულეებთან არის დაკავშირებული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი ტიპის რთულ ობიექტზე. ერთადერთი მინუსი ჩვენს ატრაქციაში მოქმედების არის ის, რომ ადამიანი რომ მოდის გარკვეული პერიოდის ლოდინი უწევს, იმიტომ რომ როდესაც ჯგუფები გასული არიან თავისი, ესე ვთქვათ, ნებით იქ ტერიტორიაზე ვერავინ ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, ერთადერთი ასე ვთქვათ, ნაკლოვანება, მაგრამ ამ ნაკლოვანებას გაუძლებთ, იმიტომ რომ უსაფრთხოება იყოს მნიშვნელოვანი და უსაფრთხოება რა არის, რომ ჩვენი თანხლებით ხდება ნებისმიერი ჯგუფის გადაადგილება ენგურხესის ტერიტორიაზე, კაშხლის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მაქსიმალურად ამომწურავია და ვთქვათ, გარანტირებულია მისი უსაფრთხოება, იმიტომ რომ მეთვალყურეობა ძალიან მკაცრია. ქართველი ვიზიტორები უფრო მეტი ყავთ? შერეული. ადრე ვმუშაობდით მარტო სვანეთის გზაზე მიმავალ ადამიანებზე. დღეის მდგომარეობით აჭარა ძალიან აქტიურად არის ჩართული იმერეთის რეგიონი, საიდანაც როგორც გითხარით, სკოლები, ტურისტები, ვინც ვიზიტორები მოგზაურობენ სხვა რეგიონში და თბილისიც ძალიან გააქტიურდა. ასე რომ ძალიან რთულია გამოყო ასე ვთქვათ, ვიზიტორების წარმომავლობა, იმიტომ რომ ქართველებიც ბევრი არიან, უცხოელებიც ბევრი არიან, ანუ ვინცაც კი ვინც სვანეთში მიდის ისინი და პლუს ჩვენი ატრაქციით დაინტერესებული ადამიანები. და ბოლოს თუ შევხედავთ მომდევნო 5-10 წელიწადს, როგორ წარმოგიდგენიათ ენგურჰესის ატრაქცია და როგორ ფიქრობთ, რა ადგილს დაიკავებს ის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, რა მასშტაბის პროექტად შეიძლება გადააქციოთ? კი ბატონო, პირველი რასაც აღნიშნავ, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე უკვე ძალიან დიდი ხანია 21 წლიდან გავჩდით. ეს არის ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი კულტურული მარშრუტებში და კულტურულ მარშრუტებში ინდუსტრიული მემკვიდრეობის ობიექტებში ჩვენ გავწევრიანებული ვართ, ანუ საქართველოსთან სულ ორია გაწევრიანებული, ერთი ენგურხესი და მეორე ჭიათურის ასე ვთქვათ საბაგიროები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო რუკაზე. რამოდენიმე წელიწადში მე ვფიქრობ, რომ ენგურხესი იქნება ის ფლაგმანი, რომელიც ასე ვთქვათ ტოპ 5-ეულში მაინც საქართველოს მასშტაბით ჯერ ამის ამბიცია დავიკმაყოფილოთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა გავზადოთ. დღეს მდგომარეობით 20-ეულში ვართ, ისეთი ობიექტების გვერდზე ვართ, როგორიც არის ვარძია, უფლისციხე, ვიზიტორების რაოდენობით გულისხმობ, მარტვილის კანიონი და ასე შემდეგ, ჯერჯერობით 20-ეულში ვართ, მაგრამ გვაქვს ამბიცია, რომ 5-ეულში მოვხვდეთ და როგორც კი 5-ეულში მოვხვდებით, დამიჯერეთ, რომ ახლო აღმოსავლეთი იქნება თუ სამეზობლო, თუ მსოფლიოს სხვა ნაწილი, იქაც აუცილებლად მაღალ ლეველზე ავალთ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის და დიდ წარმატებას ვუსურვებთ თქვენს პროექტს.